გაატარე მაინც, ანუ შენ თვითონ დაელაპარაკე. არ აინტერესებს. არ აინტერესებთ. არა დიახ ბატონო მიშა, ბრძანდა შემდეგ გიორგი ქორქია მაინც. ძირითადი იდეა არის რომ არაფერი არ მოხდეს. იმიტომ რომ თუ უკვე მოხდა, მოდით ესე ვთქვათ რომ უკვე რაღაცაში დაცვის სისუსტე არის. ანუ თვითონ უსაფრთხოების მოდულის არ მუშაობა არის. ანუ რაღაცა არ იმუშავა. აქ იცით არის უფრო ღმა ესეთი პრობლემა აბსოლუტურად გეთანხმებით, იმიტომ რომ თუ შენ იღებ შენ თავზე უსაფრთხოება და დაცვა, ეს ფართი იქნება, კიდევ ერთხელ ეს ფიზიკური პირი იქნება. შენ უნდა იყო ტრეინინგების ძალიან ესეთი დიდი სპექტრის მქონე ადამიანი. ანუ შენ ზურგის უკან გარდა 50 აჯიმანის ფეხები მაგიდაზე და ასე შემდეგ, რასაც რა თქმა უნდა ყველა ჯამთელი ადამიანი აკეთებს, გარდა იმისა შენ უნდა იყო მომზადებული. მომზადებული რითი შენი ტვინით, შენი ტრეინინგებით. იმიტომ რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება რომ დაცვა ეს ხომ იგივე სერვისი არის. როგორც თქვენ კლუბში მოდის ადამიანი რომ მოისმინოს ხარისხიანი მუსიკა, არა ფანიერა და ლაიფი, როგორც უნდათ რომ ძალიან გემრიელი სენდვიჩი მიირთვან, გემრიელი სასმისი, ზუსტად ესე უნდათ დაისვენ ფიზიკურად, მორალურად, ხო? მით უმეტეს დღევანდელ დღეს ძალიან გვჭირდება ჩვენ დასვენება, ნორმალური ჯამთელი კარგი დასვენება. და ამ შემთხვევაში დაცვა არის ერთ-ერთი სერვისის რგოლი. ეს არის სერვისი, აი ეს არის ის კი არა მე რასაც ვლაპარაკობ, ეს არის ის რასაც მე ვაკეთებ. და შე შემთხვევაში აი მე გეტყვით რომ ჩემი დაცვა security არ არის. Loss prevention department თავიდან დანაკარგის აცილების სამსახური. ხედავთ როგორი იდეა არის უკვე ჩაასრულებული, თავიდან რომ ავიცილო დანაკარგს. ვინაიდან თუ რაღაცა მოხდება უკვე ეფექტურად. ვიცილებთ ეფექტურად და მაგის ის არის მე მინდა თქვა და ვიტრაბო ხამით რომ ჩვენი თბილისი მერიოტი მთელ ევროპაში არის ყველაზე უსაფრთხო სასტუმრო ითვლება. და არაფერი არასოდეს არ დაკარგულა. ხო, არ დაკარგულა, ეს დამარტივად თქვა და ისე საერთოდ ჩამოდიან ინკოგნიტო სტუმრები, რომლებიც ცხოვრობენ 3 დღე, 2 დღე, 4 დღე, გიქმნიან პრობლემებს. ეს პრობლემა ყველანაირი შეიძლება იყოს, დაკარგვა რაღაცით სიმთრალე და რაღაცა გასვლა, სადაც იმაგი სადაც ავდ და უყურებენ შენ რეაგირებას. მე ავსებენ ამ რაღაც რეპორტებს და ამისდა მიხედვით ხდება, ესე იგი, შეფასება დაცვის სამსახურში მთელ ევროპაში და მსოფლიოში. ეს არის რაც კონკრეტულად აი ეს ბრენდი მუშაობს. დიახ, გასაგებია და ბატონო მიშა არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც თქვა აი ფიზიკური ძალის გამოყენება დაგჭირვებიათ ამა თუ იმ სტუმრის გასაძევებლად. ჩემ შემთხვევაში მე მქონდა ერთხელ 5 წლის განმავლობაში, მე მქონია ერთხელ ესეთი რაღაცა, ეს გერმანელი მოქალაქე იყო, რო ითქვენ ისტინი არიეც. ხო და მე მომიწია ფიზიკურად, ესე იგი გავიყვანე, იმიტომ რომ მე როგორც სტუმარს ვიცავ, ისე ვიცავ ჩემ თანამშრომელს. ესეთ შემთხვევაში რაღაცნაირად ეს ქართული მომენტი, რომ რადგანაც უცხოელი არის და რადგანაც ჩვენი სტუმარია, არ შეიძლება ყველაფერია რაღაცები ეგზალება მაგას ცუდი საქციელი არ გადახდა რაღაცის სიტყვიერად შეურაცხყოფა მიაღწევს ნებისმიერ ჩემ თანამშრომელს, იმიტომ რომ მე თუ ვიცავ სტუმარს, მე აგრეთვე ვიცავ ჩემ თანამშრომელს და ძალიან ბევრი შეცდომები გააკეთა მაგ პიროვნებამ და მე გავაძევი სასტუმროდან ის ყოფილა ისეთი რაღაცა გავაკეთე რეპორტი შევიტანე რა თქმა უნდა შავ სიაში. არა, ცემა არა, გავიყვანე ფიზიკურად მომიწია მაგისი გაყვანა, მერე იყო ზარები სასტუმროში, მერე იყო ზარები სახლში, რომ შენ ხარ შეკვეთილი, შენ ხარ დაკვეთილი და შენ შეკვეთილი დაკვეთილი რას ნიშნავს? ანუ მე მუქრებოდა რომ ესე იგი რაღაც ფული არის გადახტო გამასაღებდა და აი ესეთი რაღაც შემთხვევა, ეს არ იყო ქართველი, არ იყო რუსი, ეს იყო გერმანელი მოქალაქე, აი გერმანიის მოქალაქე, რომელიც უმსგავსად მოიქცა. მე მინდა წარმოგიდგინოთ, სანამ გიორგი ქორქიას დაუთმობდით სიტყვას, მინდა წარმოგიდგინოთ ორი რეალური შოუს მონაწილე, ამტანი აქტიორი და კარატისტი გიორგი, თუ შეიძლება. მე მინდა წარმოგიდგინოთ გიორგი ყურაშვილი. დიდი მადლობა გიორგი, თუ შეიძლება დაბრძანდით და თუ შეიძლება მოგვიყევით თქვენი ისტორია. თქვენ საკმაოდ ბევრი შარი გაქვთ გამოვლილი, არა?
თქვენი სახე ხანდახან არ მოსწონებიათ. კი, ერთხელ იყო ესეთი რაღაც და დამამახსოვრდა ეს კარგად. აი მოგვიყევით ამის შესახებ თუ შეიძლება. ახლა ვუსმენთ თქვენ საუბარს ბატონებო და კი მესმის მართლა ყველა რას ვთქვით ბატონო მიშამაც რას თქვა რომ ვერ გავიარეო ერთხელ face control-ო და გავიგეო ამ დაცვისო და მეც მესმის მართლა 100%, მაგრამ მაინც ჯერ მოვყვები რა მოხდა და მე ხო, აი თუ შეიძლება. ამ ზაფხულს მოხდა ქობულეთში ვიყავი და ის გამოვიდა რომ ჩემ ერთ მეგობარს ჩამოვიდნენ ირანელი სტუმრები, ნაცნობები მისი აღმოჩნდნენ იქ ქობულეთში და იყვნენ გოგოებიც ასევე ირანელები და გთხოვეს რომ ჩვენთან ირანშიო ნაკლებობაო ეს ღამის კლუბები რაღაცთან დავდივართო ეს ანუ კაცრი დისციპლინაა და თუ შეიძლება რომ ამ საღამოსო წავიდეთ თუ რაღაც ნორმალურ კლუბში სადაც აი თქვა დავლევთ გავერთობით ვიცეკვებთ რაღაც კარგიც რა ერთ-ერთი კლუბი რომელიც ყველაზე ისეთი უფრო კარგია ქობულეთში წავიდეთ მეთქი ვიყავით 8-ი დაახლოებით ესე 3 ბიჭი და 5 გოგო ანუ ბევრი ბიჭები არ ვიყავით რაღაც საეჭო ისე ყველაფერი რიგზე იყო ყველას ნორმალურად ეცვა და არა ფულიც ჰქონდა და ყველაფერი და მივედი მე მივაწოდე დაცვას ფული აი მეთქი ეს 8 კაცი თანხა აიღე და 8-ი ვართ მეთქი და თუ შეიძლება აი უცხოელად გვახლავს პირველი რეაქცია რაც მართლა ესეთი იყო რომ შემოხედა აიყო ბიჭო რამადენი ხართო ვაი მე მეთქი კარგი რა 8-ი ვართ მეთქი და თან არაფერი უცხოელები არაფერი არც შავსიაში ვარ მეთქი არსა და ფულიც გვაქვს ყველაფერი რიგზეა მეთქი და სუფთა ვარ მეთქი არაფერი არც კინა რა ხო ეს წამომსდა ანუ ხო არაფერი ისეთი არ იყო მიზეზი რის გამოც შეიძლება რომ არ შევეშვით ან რაღაცა პრობლემა ყოფილიყო ჩვენი მხრიდან გასაგები ესეთი ნატურასავით ანთებული ახალგაზრდა კაცი მივიდა და უნდა რომ შევიდეს დაწესებულებაში და რაღაც გულის სიღრმეში მეწყინა მივიღე რომ აუ რატო თან შევწხვებით ანუ რაღაც სირცხვილია რა ნუ ხანიქიდან მეთქი ბოდიში მაგრამ აი ესე რაღაცა არა რატო არ გვიშვებ მეთქი მაგალითად მე ვეუბნები რომ ერთი მიზეზი მითხარი მეთქი აი ფირმის საიდუმლოა და ესეც შენ მუმიშლევ ხალ ხელს მუშაობაში და გადიო და გამომწიეს ეს წამომიყვანეს ისე მაგრამ ძალით არა ისე რაღაც არ დაჭირდა ძალა და აი არ დებით წავა არ შეგვიშვეს არაფერი რა ეს იყო ერთადერთი ისეთი მკვლელშეურას მყოფელი ინციდენტი რომელიც მოხდა მაგრამ ეს იყო ერთი face control-ი მაგრამ დასვასთან დაკავშირებით არაერთი რაღაც ყოფილა კიდე რაც შეიძლება მე აი თქვათა ვილაპარაკოთ რა კი ბატონო და თუ შეიძლება გიორგი ქორქიას მინდა ვკითხო ყოფილა თუ არა შემთხვევა როდესაც შენ არ შეუშვი ხართ ამა თუ იმ დაწესებულებაში არ შეშვების შემთხვევა არ ყოფილა სხვათა შორის face control-ში რადგან სულ მიმართლებს ხოლმე ერთად ძალიან ძველ რაღაცას გავიხსენებ და თუ ყოფილა შემთხვევა რომ გამოუშვი ხართ ეკი გამოუშვებით გამოუშვა რომ საკმაოდ ძილობიან და მეც მივხვდი რომ არ ვიყავ იმ კონდიციაში რომ ანუ უკვე იმ კონდიციაში ვიყავ რომ ჩემი დარშენა აღარ შეიძლება და წავედი ჩემი ფეხით სახში ალბათ ჩემი ფეხით არ ვიცი დილას გავუვიდე სახში მთელმა მაგრამ ყოფილა ეგეთი რაღაცა რომ თქვა ერთ-ერთ აი ზაფხულის გარეთ რო ახლა რა კაფეებით როგორც აჩარდენი ერეკლეს ქუჩა რაღაცა აი ჩემთვის მივედი უბრალოდ რაღაც ლუცვავდი თუ რა იყო შუადღე და აი წამოწეკე უნდა გძელის სკამი იყო რა ესეთი კი არ წამოწეკე აი გადავეყუდე და ნახე რა წამოწოლილი და დაცვა თვითონ არ მოვიდა იმ ქუჩის დაცვა მაგრამ გამოგზავნეს ოფიციანტი გოგო და თუ შეიძლება აქ ხალხი არ იმის გამო აღარ მოდისო რომ შენ აქ წამოწოლილი ხარო და წესი არა დაჯექია და რატო წამოწეკი დაღლილი იყავი ნუ ვისვენე ჩეულებრივად გავედი რომ აი რელაქსი მინდოდა რა და ამელია კი არ წამოწეკე ფეხი არ კომფორტულად დაჯექი ხო რა ეხა რაღაცას რომ ჩამოვეყუდო რაღაცას რა და ეტყვა რავი არ მოვეწინ რაღაც ნუ ხანდახან ეხა კლუბში თუ შედიხარ ეხა ნუ მესმის ეხა თქვა დიდ კლუბებში და ნაითოფში და სადაც ისეთ ხალხი დადის რომ თქვა არსიამოვნი ჩორტები და ფეხების აღრა კი მაგრამ ეს გონიათ რომ კლუბში შევდივარ ეხა ჩაოლებრივი მომენტია რომ ფეხი შეიძლება დაუდო რაღაც კამზე ან იმაზე და ნუ ეს ყველაფერი რთულად არ უნდა მიიღო ანუ მოსულა რა კლუბია ღამის გართობა ანუ ხო ხტები მოეშვა უნდა რა იგივეა ესე რომ წამოგორდა ვიღაცა მოვა და გეტყვის ადეკ ხშირად ხდება ხოლმე ეს გასაგებია თუნდაც მე და თუნდაც ბახა მეგობრები ვართ დიდი ხნის და ჩვენი მეგობრები ჩვენი წრე არ ვიცი ნული პრობლემაა ჩვენგან ხოლმე ყველგან სადაც მივიდივართ იმიტომ რომ ჩვენ მივიდივართ გასართობად არანაირი კონფლიქტი და სხვა შორის ნუ არც გვაქვს ხოლმე პრობლემები არც დაცვასთან არავის მე უბრალოდ ეს ერთი გამახსენდა რაც ქონდა გასაგებია ისე დაცვას უნდა კონდეს ტრეინინგი რომ აი ახლა შეხედეთ ღამის კლუბი მაგრამ არის კიდე დაუშვათ რესტორანი როგორც თქვენ ახსენეთ ხო რაღაც ანუ დაცვას ხომ უნდა კონდეს ელემენტარულად ინფორმაცია რომ
ამ რესტორანში არის აი ეს ნორმები და ეს და ამ ობიექტზე არის ესეთი ნორმები. ისევ და ისევ გავიყვანო და სხვა სერვისის მე გემსახურები და არანაირი ბუ და ის არ უნდა ვიყო. ბატონო, ეს სადაც ვიყავი მე ეს რო გითხარით ეს კაფე არის ჩემი მეგობრის. და იმ ჩემი მეგობართან რა ნორმებია მეც ვთქვი, რომ თვითონ ნაციკ იყო, გამოვიდა ეს ბიჭი და გამოშტირა, იმიტომ რომ გაფრთხილებული ყავსო ეს დაცვა, რომ არასდროს ჩემთან ვინც ზის თუ ჭხუბი არ და თუ ჭხუბი ატყობ გაიყვანოს ჩააბაროს პატრულს. ისევ მეტი არაფერია. საერთოდ ვიღაც ახალი იყო ან რაღაცა თვითონაც დაიბნა. ხო და ხო ხედავთ ეს ახალი თანამშრომელი უფუჭებს სახელმწიფო დაცვის კომპანიას. როგორ იქცევით მაშინ, როდესაც ვინმე არის წამოწოლილი და ისვენებს, როგორც გიორგიმ თქვა. და ჯერ მინდა პასუხი გავცე იმაზე. ოღონდ მიკროფონში თუ შეიძლება. დიახ. ანუ, როდესაც საკუთარი რესტორნის ან რომელიმე ასე თქვა ზავიძენის მეპატრონე ან მისი მეგობრები ფეხით ფეხზე გადადებული წამოწოლილი წვანან ან ზიან სხვა უფრო უარეს გაუკეთებს. იქ რაც არ უნდა მოხდეს. იქ ვეღარაფერი ვეღარ შეძლებს, ვერანაირი დაცვა, ვერაფერს ვერ შეძლებს. ანუ თვითონ თუ არ დაანახა მეპატრონემ მას რომ ელიტა არის იქ, კულტურა არის ჩამოყალიბებული. ხო, ისე სხვა არაფერს არ გააკეთებს, უარეს გააკეთებს პირიქით, სხვა. და შეიძლება ბოდიში და მაგიდაზე წამოყოს ფეხი. ამ შემთხვევაში დაცვაც თავისებურად შეუძლებელი გახდება. დიახ. მაგრამ როგორც ასეთ ახლა რობძანის რო წამოწოლილით შეგვიძლია უბრალოდ სრდილობის ფარგლებში ვთხოვოთ. აქ არ ხდება ეგეთი რამ. გაიგებს. არ გაიგებს და მაშინ მოვთხოვთ გარეთ გამოსვლას. ერთი წუთი მე მინდა თქვენ ფეხზე წამოდგეთ და გადახედოთ აუდიტორიას. თქვენი აზრით, ვინ ვერ გაევლიდა face controls იმ დაწესებულებაში, რომელსაც თქვენ აკონტროლებთ. კარგად დააკვირდით და მიკროფონში მიპასუხეთ. ვინმე ვერ გაევლიდა face controls. არა, რა თქმა უნდა, აქ ვერ ვამჩნევ ასეთ პიროვნებებს. აი როგორც ბატონმა მიშამ აღნიშნა, ან უნდა თქმუტავდეს, ან თვალებს აცეცებდეს, ან რაღაც მოძრაობები უნდა თვალების გამოცეცებას კიდევ ბატონებო, მე მგონი ვერავის ვერ დაუშლით. აბსოლუტურად. მაგაზე შეიძლება გვერდულად გახედო, შეიძლება მოპირდაპირეთ უყურო, შეიძლება მიაშტერდეთ, ხო? მაგაზე ჩვენ გასაგებია, თქვათ აი ეს ადამიანი რანდის მიხედვით შეიძლება არ შეეშვათ ქობულეთის ბარში. ანუ როცა შემოდის, აი დაცვა წეღანაც ბრძანა. რომ პირადად დაცვას გადაუხადე თან ხა? რო შესულიყავი. ვისაც უნდა გადამეხადა, რამდენიმე ხოვით და ყველა ესე იყო, რომ ერთადერთი ეს შეურაცხყოფა, რომელიც დაცვასთან მიდის, მოდი რა შემიშვი. თან ხას აძლევს, ხო? არა, იმას გადაუხადე, ვისაც უნდა გადამეხადა, ყველა იმას აძლევდა ფულს და. რას ქვია, ხედავს რომ გერბი აქვს, დაცვა არის, ხო? ის საიდან მიხვდა თუ დაცვა იყო მაშინ? საიდან მიხვდა ელემენტარული? აჰა, იქნებ დაცვამ ჩათვალა რომ ქრთამს აძლევდა. არა, მაგის მიერ. ანუ არის კიდევ შემთხვევები ეთყობა თვითონ პიროვნებასაც რომ მოდის. ანუ აი როგორი იმით შემოდის რა ტონით. არის ზოგი არის ხელისყრები, არის კიდე თავისუფლად მოდის, შეიძლება გთხოვოს, შეიძლება ესეთი ვარიანტებიც არის. ან ძალიან ნასვამი. ძალიან ნასვამი არის, ნასვამ მდგომარეობაში რა. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონო ვიტალი. რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ძალიან ნასვამი მოდის ძალიან ცნობილი ადამიანი, მოდით თქვათ ან პოლიტიკური ფიგურა, ან ხელოვნების წრის წარმომადგენელი და ის რა ცხადია face controls გაივლის, მაგრამ ნუ ის მოვიდა ნასვამი და ეს საკმაოდ ცუდად იქცევა. იმ შემთხვევაში როგორ იქცევით თქვენ და როგორ იქცევა დაცვა? ეხლა როგორ არის იცით, მე პირადად საერთოდ ყველანაირი უკიდურესობების წინააღმდეგი ვარ, რომ აი ფეხები გავფშიკოთ და მაინც და მაინც არის კონკრეტული სიტუაცია, როდესაც ჩვენ იმოქმედო დაცვის თანამშრომელი, ან შეიძლება მე მეპატრონე, ან შეიძლება მენეჯერმა შესაბამისად სიტუაციისა. ეხლა ჩვენ უკვე კარგად ვიცნობთ ჩვენ სტუმრებს. და ეხლა თუ ეს ადამიანი მოსულია 20 ჯერ და 20-ვე ჯერ გადასარევად მოიქცა და ჩასაყლაპია როგორც პიროვნება, ხო? ისეთი საყვარელია და ეხლა 21-ით მოვიდა და ცოტა თვალია, ცოტა შეიძლება ისეთ სიტყვასაც ამბობს, არაფერი, აუცილებლად შემოუშვებთ და აუცილებლად შევეცდებით, რომ რაიმე სხვა სიტუაციით განვუმოხდოთ მას ჩვენ ეს გადაატანოთ ყურადღება გასაგებია. ხო, აუცილებლად. ეხლა არც ერთ შემთხვევაში ის რომ უკან მიაბრუნონ, მე დაცვასაც მოხსნი, მენეჯერსაც მოხსნი, ყველას მოხსნი. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მინდა არა, ჩვენ კლიენტს არ ვეძახით, ვეძახით სტუმარს. მე მართლა მინდა იმან თავი ოჯახში იგზნოს. ეხლა ოჯახში ნასვამი რომ მიხვიდე და მაგის გულისთვის უკან გამოგიშვან, ახლა მართლა ვცდილობთ ჩვენ რომ დავაყენოთ ისეთი სიტუაცია, რომ ადამიანმა იგზნოს, რომ აი მოვიდა, სადაც სასურველია. როგორი ხარისხია დაცვის სამსახურის? თვითონ დაცვის თანამშრომელი არ არის დაცული დღეს. იმ კაცმა
ვინც თქვა რამე დაარღვია. დაცვის თანამშრომელს უნდა კონდეს რაიმე ესეთი უფლება, რომ აღკვეთოს ეს მისი მოქმედება. ერთადერთი უფლება დღესდღეობით, რაც აქვს დაცვის თანამშრომელს, რომ არ გაამწვავოს და მუშტიკრივზე რო არ გადავიდეს, უნდა გამოიძახოს საპატრულო პოლიცია. და ამ შემთხვევაში უნდა გადასცეს ის სამართალ დამრღვევი, რომელიც ამას ჩაიდენს. ამიტომ დღეს არ არსებობს კანონი, არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომლითაც დარეგულირდება დაცვის თანამშრომლის მოქმედება. რისი უფლება აქვს და რისი არ აქვს. აი ეს პრობლემა დგას დღესდღეობით საქართველოში. რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმიც მერე აიწევა, როცა კანონით ეცოდინება რა უნდა გააკეთოს. იმ კანონის შესაბამისად ჩაუტარდება ტრეინინგების სწავლება და ის ჩამოყალიბდება უკვე იმ ცველად და იმ საქმეს გააკეთებს პროფესიულ დონეზე. ამ შემთხვევაში ხო უბრალოდ დაცვის თანამშრომელი არაკომპეტენტური, ანუ მოუმზადებელი იყო. ეხლა ლონდონში არის ერთადერთი ზანგია, ეგეთი, მთელ ლონდონში ყველაზე ცნობილ ფართებზე, როგორც ეძახიან, ხო? წვეულებებზე არის ერთადერთი face control, ერთადერთი კაცია. აი სადაც თქვათ იქ იყო კროსი, პაშა, რამოდენიმე კლუბი, სადაც აი ყველაზე კარგი არ ვიცი, რენტგენი აქვს თუ რა, მე მახსოვს რომ ერთხელ ვერ შევედი კროსში, მე ცალკე მე შევედი, ქართველი მახდა და აი შენო ვერ შეხვალო და ვინ შენთან ერთად არის, ანუ ერთხელ საკმარისია, ის ზანგი მე სხვაგან თქვათ ნახე მე კლუბებში მიყავდათ და ვიღაცას ესე ანახები რა და თვალებში ჩახედავს და აი არ არსებობს ის ადამიანი მეორედ აი მწვეულებებზე მოხდეს. მე არ ვიცი რა გენიალური ფოტომეხსიერება აქვს, ხო? ნუ რა პარიკებს იხურავდნენ იქ რაღაცა სხვანაირად იცვავდნენ, მე ვიცი ქართველები, ვინც აი შავსიაში იმას ყავდა შეყვანილი და არ არსებობდა გაგიარა ის face control-ი რა. გასაგებია, მინდა დავამატოთ რა, ეს შემთხვევაში ახლა შევხედოთ რესტორნის ბიზნესს, ხო, საქართველოში. ახლა მამაჩემს ან ბაბუა თქვენს რომ მეთქო რომ სომელია იქნება რესტორანში, ვინოს აგარჩევინებს, სანამ და დღეს უკვე არსებობს პროფესიონალური სომელიას შემოკარგებულ ინსტიტუტი, ხო? და რესტორნის მეპატრონი იხდის ფულს. რესტორნის მეპატრონი ცდილობს აიყვანოს შეფ-პოვარი, რომელიც არის დონე და იხდის ფულს. და ხშირ შემთხვევაში მე სავალ მომსწრე მაგისი რომ მიდის რაღაცის და დაცხო რამდენი 300-ა მაინც რაღაც 300 მოდი 180-იანი მოდი ასე მაინც დგას არაფერს არ აკეთებს. მიმიხდით, ანუ აქ საუბარი არის რაში რომ ის ადამიანი პრიორიტეტულად ესე იგი შეფოვარი ხარისხი საჭმლის ის და ავიწყდება რომ თეატრ ნაშინაიცეს ვეშელკი. ანუ აი პრობლემა იცით რა არის შე შემთხვევაში აი აქ არის. მაშინ მოდი ჩემოკარგო გადაიხადე მეტი მაშინ აი ამ პიროვნებას როგორც დაცვის ფირმის მეპატრონეს ეკნება საშუალება კიდევაც რომ ის გარკვეულ ტრეინინგებს გაუშვოს, რაღაც სერტიფიცირებას გაუკეთოს იმ ადამიანს და გაყიდოს ხარისხიანი პროდუქტი. იმიტომ რომ მოდი ესე ვთქვათ, ეს არის პროდუქტი, ხო, დაცვის ცველი. ანუ მეპატრონეს ხშირად ურჩევნია გადაიხადოს ნაკლები, აიყვანოს ნაკლები ადამიანი დაცვაში, ვიდრე ეს არის აუცილებელი. ის არ დგას, ის არის შენი სავიზიტო ბარათი. ადამიანი ქუჩაშიც კი ვერ გადის face control-ს. ჩვენ რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ ამაზე, დაგველოდეთ არ გადართოთ. თქვენ უყურებთ თოქ-შოუ ტაბუ, შეგახსენებთ ჩვენს კოორდინატებს. ელექტრონული მისამართი გახვალთ tabu@mz.gi, ტელეფონი 33 55 91. ავტომობილსახის სიგნალის შემდეგ აკრიფეთ 217. არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავისი ჰაბიტუსის გამო ვერ გადიან face control-ს და ყოველთვის შავ სიაში ხვდებიან. მინდა მოვიწვიო ჟურნალისტი დავით მხეიძე. მოგესალმებით დათო. თუ შეიძლება დაბრძანდით, დიდი მადლობა, მინდა გითხრა მობრძანებისთვის და მე რამდენადაც ვიცი, შენ ქუჩაში ვერ გაიარე face control-ი. რატო მოგვიყევი თუ შეიძლება? ნუ არ ვიცი ახლა ამას რამდენად შეიძლება face control-ი ეწოდოს, მაგრამ პირველად ესე მოხდა რა უბრალოდ.
აფთიაქიდან გამოვედ მე ნევროზი მაქვს დიდი ხანია და საძილე საშუალებების გარეშე ვერ ვიძინებ განსაკუთრებით ბოლო 10 წელიწადია ხო და ეს რეიტუზებში ვიყავი ჩამოსული აქვე ვცხოვრობ დოლიძეზე და მეუღლეს უთხარი რომ ჩავალ მეთქი რაღაცას ვიყიდი და ამოვალ და რომ გამოვედი აფთიაქიდან გადმოურბინე ამ პატრულის მანქანას ნუ ახლა მე დავაკავშირე ეს ყველაფერთან და უკან გავიგონე რომ დამათმა დაამოხრუჭეს მე უკვე შესული ვიყავი რა იქ ზევით სახლისკენ ასე ვთქვათ დამიძახეს უკრიდან და მოკალაკავდა ახლა ვიფიქრე ნუ რომ გამეგრძელებინა გზა არაფერი არ იქნებოდა უკვე სახლში ვიყავი ნუ გავჩერდი რომ მეთქი ნუ რა უნდათ ვაჩვენებ საბუთი კურტკაში კი მქონდა საბედნიეროთან ჟურნალისტის და იმის და ნუ ვაჩვენე ეს ნუ არა შემომხედეს მე შენ გინდა თუ არა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ხარ ნუ არ გაჭრა არაფერმა არც იმან არა შვილო ვეუნები ნასომი ვიყავი თან რა პრაქტიკულად იმ დროს ახალი გაღვიძებული ვიყავი ასე და მთელი ღამე წინ მქონდა ნოემბერში ხდებოდა ეს ამბავი წამიყვანეს რა მოკლედ ბევრი როგორ გავაგრძელო დავემორჩილე და ნუ მიმიყვანეს და რა იქ ისეთი სიტუაცია დამხვდა თვითონ იმაში იქაც არ მოეწონეთ სახეზე არა იქ არ ვიცი ახლა რამდენად მოწონებაზე აღარ იყო უკვე მიყვანილი ვიყავი მაგრამ მე ახლა გაგებული მქონდა რომ ეს მაშინ მასიური ხასიათი ჰქონდა ამ ყველაფერს რა და რომ მიმიყვანეს იქ დამხვდა ცოცხალი იგი მაპატიეთ ახლა ჩემთან შედარებით პატარა ბავშვების და თვითონ ეს პროცედურა ამიხსნეს რა უნდა გამეკეთებინა ახლა უკაცრავად ესე მოწმეების თანდასწრებით მოშარდვა რაღაცა და მე ხა ვკითხე მოწმეები რატო გაკვირდება უნდა დაკვირვებოდნენ ამ პროცესს მაპატიეთ ეს დეტალებისთვის ხო ნუ არიან ეგეთი პროფესიონალებიც გაჩდნენ რა ვისაც ჯიბეში დაუშვათ ბავშვის რაღაცა შარდია და რაღაცა შპრიცით დააქვს და იმას ამიტომ უნდა გიყუროს რა ერთმა სამმაკაცმა და აჰა მაგას ფეის კონტროლი აღარ ქვია ბატონო. ხო არა ფეის კონტროლზე მე მაგას სხვა რამის კონტროლი ქვია და ეს ახლა ძირითადად ეს ძირითადად მიმდინარეობდა ნარკომანიასთან ბრძოლის კუთხით რა ეს ქუჩაში ეს ფეის კონტროლი მაგრამ ახლა რა რამდენად მე მანქანას გადაურბინე იმ შუაღამისას ახლა როგორ შემამჩნიეს ახლა მე რო გავჩერდი მე სხვა საქმეა მაგრამ ნუ მე იქ მოვითხოვე ადვოკატი როგორც წესი და რიგია საერთოდ და ამაზე უგაგიჟდნენ რა ახლა შენო კანონები იციო და იმიტომ ბოდიში გვაწვევიო და რა ვიცი ახლა მე ჟურნალისტი ვარ და მიმაჩნია რომ მე არა მარტო უნდა ვწერო არამედ შესაბამისად უნდა მოვიქცე დიახაც ვიცი რა კანონები და მე იმ წუთიდან რა წუთიდანაც მე მანქანაში ჩამსვეს გასაგებია, უბრალოდ თქვენ არ მოეტონეთ სახეზე, ჩათვალეს რომ იყავით ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ და წაგიყვანეს და ჩაგაყენეს რიგში, არა და თან უნდა დაკვირვებოდნენ როგორ მოისაქმებთ. ნუ გასაგებია. და თქვენ სხვათა შორის საკმაოდ ცუდ დღეში ჩავარდნენ იმ პერიოდში სამართალდამცავი ორგანოები, იმიტომ თქვენ არაერთი სტატია გამოაქვეყნეთ და შემდეგ უჩივლეთ კიდევაც. ხო, ესე რომ მიტყვიან. კინის ხო, ნუ პროტესტის ნიშნა რომ ადვოკატი რომ მოვითხოვე, ადვოკატია შენ თვითონ უნდა მოიყვანო. მეთქი მაშინ დამარეკინეთ რა ტელეფონი სახში მქონდა რა. დამჩარ, ნუ. ანუ ჰაბიტუსით ჩათვალეს რომ თქვენ ხართ ნარკომანი. და ადვოკატებს უარი რომ მივიღე, დამარეკინე მივთხარი. არაო ანგარიშზე ფული არ მაქვს და მე ვკითხე რომ მე ვთხარი, კაი, ხო ჩაგაბარეთ დაუშვათ მეთქი. და სუბთა აღმოუჩდი. ამ შემთხვევაში რა ხდება მეთქი და არა უბრალოდ ბოდიშს მოგიხდით და სახში წაგიყვანთო და ვახ მეთქი რა კაია, ხა თუ დადებითი ამომი ვარ და უნდა დამაჯარიმოთ ოჯახში, ნათესაობაში, სამსახურში ყველამ უნდა გაიგოს თუ არა და უბრალოდ ბოდიში. მე ვთხარი, მაშინ არ გაბარებთ რა. გაუძალიანდით. არა, გაუძალიანდი და ჩავწერე იქ გოგში რატორი, იმიტომ არ გაბარებთ, რომ თავს გძნობ შეურაცხყოფილად, მიმაჩნია რომ ჩემი როგორც ადამიანის მოქალაქის უფლებები დაირღვა და ასე შემდეგ და მე იქ დამემუხდნენ, რომ უკვე სხვა
ამათი უფროსი, ვინც მიმიყვანა. გასაგებია. რომ აკციო ყოველდღე მოგიყვანო აქო და ყოველდღე მოყვანა რას ნიშნავს? ნუ კიდე არ ჩაგაბარებ, ხო და მე უკვე თქვენ შეგეძლოთ სახში რემონტი დაგეწყოთ, სანტექნიკა გაგეკეთებინათ, იმიტომ რომ მე ადგილი გექნებოდათ. მაპატიეთ ესეთი დეტალებისთვის, მაგრამ მე მინდა წარმოგიდგინოთ ლევან ლორთქიფანიძე, მსახიობი, რომელიც წლების წინ ვერ გადიოდა face control, საკმაოდ დიდხანს აბარებდა თეატრალურ ინსტიტუტში და არ იღებდნენ თავისი გარეგნობის გამო. 6 ხო ეს ნუ ხუმრობის სახით მე მართლა დიდხანს არ მღებულობდნენ თეატრალურს რატომღაც არ ვიცი ალბათ მართლა face control-ი ვერ გავიარე არ ვიცი და გარდა ამისა იცით რა შეიძლება საქმე მეზეთი თუ შეიძლება მეზეთ პატარა კითხვა მინდა დავსვა აი სერვისის მომსახურების თვალსაზრისით იყო ოდესღაც ესეთი ფორმულა რომ აი მაგალითად კლიენტი მუდამ მართალია აი ეს რამდენად მუშაობს ჩვენთან და თუ არის ამაზე რაღაც კონკრეტული ასე ვთქვათ კლიენტი ყოველთვის მართალია. კლიენტი და პრավ, თუ არსებობს აი ესეთი რაღაცა ჩვენთან და ბატონო გიორგი, გათვალისწინებული არის თუ არა კლიენტი ყოველთვის მართალი? არა, ეს კაი გამოთქმა არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სფეროშიც არიან ესეთი ხალხი, ეს უფრო უცხოელები არიან, ვინც იცის რომ შეიძლება ფული იშოვოს აი ამითი რომ რაღაცას მანკი ბიზნესს გააკეთებს. ანუ ძალიან მე პირადად ვიყავი აი იმ სიტუაციებში, როცა ადამიანი ამბობს რომ აი აქ მე მქონდა რაღაცა და დამეკარგა. აი თქვენმა პერსონალმა რაღაცა ისა. ნუ მადლობა ღმერთს არის რაღაც სხვა და სხვა კიდე ტექნიკური აღჭურვილობა, ხალხი არის, პატრული არის არის რაღაცა მექანიზმი, სადაც მე შემიძლია დაუმტკიცო ადამიანს, რომ ესე არ არის და ეს კი არ დაკარგულა, ეს საერთოდ არ ყოფილა. ორი ამერიკელი იყო, ვინც მიმტკიცებდა, რომ ზურგჩანთა დაგვეკარგა და მე კამერები ამოვწიე, სადაც ერთი კვირის წინ მომხდარა და მე ვაჩვენე მაგას, რომ სასტუმროში შევიდა უკვე უზურგჩანთოდ, ანუ სასტუმროდან გამოვიდა ზურგჩანთი და შესული არის უზურგჩანთოდ. და ადამიანმა დაწერა უზარმაზარი რეპორტი და უზარმაზარი ის. ანუ ხშირ შემთხვევაში ადამიანი იგივე რესტორანში ეთყობა, შეიძლება ახლა მე არ ვამბობ, რომ ბუს ამოიღებს და ჩააგდებს იმაში თეფში, მაგრამ არის სიტუაციები, როცა თვითონ კლიენტები არიან, მარტო კლიაუზნიკები კი არა, მართლა გიქნიან პრობლემებს. იმიტომ რომ შენ უნდა იყო გრამატნი, შენ უნდა იყო აღჭურვილი ინფორმაციით, როგორც აქ ამბობდნენ, რომ რისი უფლება მაქვს, რა შემიძლია გავაკეთო და როგორ შემიძლია დავამტკიცო, რომ ეს ორგანიზაცია სწორედ იმოქმედა და დაცვამ სწორი ნაბიჯები გადადგა. რატო ვერეოდი მე დაცვაზე ადრე? ანუ მე მივდიოდი და ვეუბნებოდი, რომ ჩათვალე აი სტუმარს, თქვათ, რომელიც მოიქცა რაღაცა არასათანადოდ. რომ ეს არის ჩემი სახლი, აქ არის ყველა მოწვეული სტუმარი, ჩემი სტუმარი პირადად, იმიტომ რომ ჩემი ძმაკაცებია უამრავი, ჩემი ოჯახის წევრებია და შენც ხარ ამჟამად ჩემ სახლში და ხარ ჩემი სტუმარი და თუ გინდა იყო ჩემ სახლში და მოიქეცი ისე როგორც აი შეხედე იქცევიან ჩემი მეგობრები, იმიტომ რომ ამჟამად შენ ხარ მოწვეული 1000-ივე კაცი ეუბნებოდი? 1000-ივეს არ მჭირდებოდა, მაგრამ ვინც 1000-დან 400 მართლა ჩემი და 500 ჩემი მეგობარი იყო და ანუ ის ვინც თქვა არასათანადოდ იქცეოდა. ეგრე უხსნიდი და თუ ეგრე მოქცევა არ შეგიძლია, მაშინ გასაგებია და მოდი ჩხუბზე ვისაუბროთ. აი ეს არის საინტერესო. მარხვაში მომივიდა თან ჩხუბი, ეგ იყო ბედობის დღე, ღამე, ანუ 3 რიცხვი ხდებოდა უკვე. მოსკოველი სტუმრები ყავდა, გოგოები, რაღაცა ჩემი მეუღლის ნაცავები და ძალიან ცნობილ რესტორანში, ხა მე არ მინდა იმ ქუჩას და იმ რესტორანს სახელი გაუფუჭო ან რაღაცა ისე თქვა, რა მოხდა და მოხდა ის, რომ ის გოგოები გველოდებოდნენ იქ ჩვენ სადღაც შევყავდით და მე ჩემ ერთ მეგობარს ვთხოვე, რომ ცოტა ადრე მიდი, რომ გოგოები მარტო ზიან. იქ გაუგზავნეს შამპანიურები ვიღაცებმა ამ გოგონებს, მე როგორც გავიგე იარაღი ეკიდათ, არ ვიცი ეს რა სამსახურიდან იყვნენ და ვინ იყვნენ და მოკლედ ამ გოგოებს რო გაესაუბრნენ და რაღაცა მოხდა,
მოვიდათ კონფლიქტი და გოგოებს ხელი გაარტყეს, ანუ გალახეს. წარმოიდგინეთ. ბიჭი რომელიც მივიდა დასახმარებლად იმის მაგივრად, რომ დაცვას მასთან ერთად გაეკავებინა ეს მამაკაცები, ვინც ხელს ურტყავენ ქალს, ეს ბიჭი გარეთ გამოაგდეს და კარი ჩაუკეტეს და სანამ მე მივიდოდი, ისე მოხდა, რომ იმათმა წასვლა მოასწრეს, ვინც გოგოები გალახა და რომ შევარდი და ვნახე ეს გოგოები, ნუ ატირებულები და დაცვა, ანუ ის ხალხი აღარ იყო, ვისთანაც უნდა წესით მე მეჭხუბა, პირდაპირ მოვითხოვე, მეთქი ვინ არის დაცვის